Oppigenguaq nunaminani kohtakuyu რატომ აქვს ამერიკას გრენლანდიისადმი განსაკუთრებული ინტერესი? რომელია ამ ქვეყნისთვის უკეთესი პარტნიორი, დანია თუ ამერიკა და შეძლებს თუ არა ტრამპი ქვეყანა მისი სრული გავლენის ქვეშ მოაქციოს? სანამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვეცდებით, დავიწყოთ შორიდან. მე-10 საუკუნეში ერიკ წითურმა მეკობრემ, რომელიც ისლანდიიდან კვლელობისთვის გააძევეს, აღმოაჩინა გრენლანდია. მან კუნძულს მწვანე ქვეყანა დაარქვა. მან ჩათვალა, რომ ამ ადგილისთვის ეს მიმზიდველი სახელი იქნებოდა და ხალხს ადგილზე გადასახლების სურვილი გაუჩნდებოდა. ეს დასახლება თავიდან ნორვეგიის მეფის გავლენის ქვეშ იყო. მე-15 საუკუნეში ევროპასა და გრენლანდიელ ვიკინგებს შორის კავშირი გაწყდა. ევროპელებს თითქმის 200 წლის განმავლობაში ეგონათ, რომ აქ აღარავინ ცხოვრობდა, ანიკაური ქრისტიანები წარმართებად იქცნენ. 1721 წელს ნორვეგიელი მისიონერი ჰანს ეგედი გაემგზავრა კუნძულზე დაკარგული ვიკინგების მოსაძებნად, რათა ისინი პროტესტანტობაზე მოექცია. მას ადგილზე ინუიტები დახვდნენ. ეგედემ დააარსა დასახლება, რომელსაც დღეს ნულკი ჰქვია. ნაპოლეონის ომების შემდეგ კილის ხელშეკრულებით ნორვეგია გამოეყო დანიას და შვედეთს შეუერთდა. მაგრამ დანიამ მოახერხა და ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ ნორვეგიის ყოფილი კოლონიები გრენლანდია, ისლანდია და ფარერის კუნძულები დანიის მფლობელობაში რჩებოდა. მე-19 საუკუნეში დანიამ გრენლანდიაზე დაამყარა მკაცრი სავაჭრო მონოპოლია. მაგალითად, გრენლანდიელებს ეკრძალებოდათ ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან. კუნძული ჩაიკეტა გარე სამყაროსთვის, რაც დანიამ გაამართლა იმით, რომ იცავდა ადგილობრივ მოსახლეობას ევროპული დაავადებებისგან და ალკოჰოლისგან. 1923 წელს ნორვეგიამ სცადა გრენლანდიის აღმოსავლეთ ნაწილის დაბრუნება, მაგრამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ მთელი კუნძული დანიას ეკუთვნოდა. 1940 წელს 9 აპრილს ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა დანიის ოკუპაცია. გრენლანდია კი ფაქტობრივად მეურვის გარეშე დარჩა. ვაშინგტონში გაჩნდა შიში, რომ გერმანია გამოიყენებდა დანიაზე კონტროლს და გრენლანდიაში სამხედრო ბაზებს განათავსებდა. იქიდან ნაცისტურ ბომბდამშენებს თავისუფლად შეეძლოთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დაბომბვა. გრენლანდიის გუბერნატორებმა უარი თქვეს ოკუპირებული კოპენჰაგენიდან ბრძანებების მიღებაზე და დახმარებისთვის ამერიკას მიმართეს. დანიის ელჩმა ვაშინგტონში ჰენრიკ კაუფანმა საკუთარი მთავრობის ნების წინააღმდეგ 1941 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ამერიკას. ამერიკას მიეცა უფლება აეგო აეროდრომები, რადიოსადგურები და მეტეოროლოგიური სადგურები კუნძულზე. სანაცვლოდ ამერიკა პირობას დებდა, რომ დაიცავდა გრენლანდიის უსაფრთხოებას და ომის დასრულების შემდეგ მას დანიას დაუბრუნებდა. უნდა ითქვას, რომ გრენლანდიაში მდებარეობდა მსოფლიოში კრიოლიტის ერთადერთი მოქმედი საბადო. კრიოლიტი აუცილებელი იყო ალუმინის წარმოებისთვის. ალუმინის გარეშე კი შეუძლებელი იყო სამხედრო თვითმფრინავების აგება. ამერიკის საზღვაო ქვეითები პირველად სწორედ ამ საბადოს დასაცავად გადასხდნენ გრენლანდიაში, რადგან მისი დაკარგვა ამერიკული ავიაციის პარალიზებას მოახდენდა. ომის დროს ამერიკამ რამდენიმე საავიაციო ბაზა ააგო. ეს ბაზები გამოიყენებოდა როგორც გადახტომის წერტილი ამერიკული თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ევროპაში მიემართებოდნენ. ომის დასრულებისას ამერიკას უკვე იმდენად ღრმად ჰქონდა ფესვები გადმული გრენლანდიაში, რომ ვაშინგტონმა გააცნობიერა, რომ კუნძულის დათმობა მისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. სწორედ ამიტომ 1946 წელს ჰარი ტრუმენმა ოფიციალურად სცადა მისი ყიდვა. მან შესთავაზა დანიას $100 მილიონი გრენლანდიის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას ამ პერიოდში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა გრენლანდიაზე, მან ამ ყველაფერზე უარი მიიღო. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუსტავ რასმუსენმა განაცხადა, რომ ეს იდეა დანიისთვის სრულიად მიუღებელი იყო. 1953 წელს დანიის კონსტიტუცია შეიცვალა და გრენლანდიას კოლონიის სტატუსი მოეხსნა. დანიას ამით მსოფლიოსთვის სურდა ეჩვენებინა, რომ ის იყო დემოკრატიული სახელმწიფო და არა მიწების გადამყიდველი. გარდა ამისა, 1959 წელს ნატოს შექმნამ ტრუმენს შანსი მისცა, იმიტომ რომ მას აღარ სჭირდებოდა კუნძულის ყიდვა, რადგან დანია გახდა ნატოს დამფუძნებელი წევრი და როგორც მოკავშირეს ამერიკა შეეძლო დანიასთან, შესაბამისად გრენლანდიასთან გაიფორმებინა თავდაცვის ხელშეკრულებები და 1951 წელს გააფორმა კიდეც ასეთი ხელშეკრულება. უნდა აღინიშნოს, რომ
ამერიკასაც და დანიასაც აქვთ შავი ლაქები გრენლანდიასთან ურთიერთობაში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ამერიკის პროექტი ყინულის ჭია. საქმე ისაა, რომ ამერიკა სურდა გრენლანდიის ყინულის საფარის ქვეშ აიგო ბირთვული რაკეტების ფარული ქსელი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა დამიზნებული საბჭოთა კავშირზე. 1959 წელს დანიის მთავრობის ნაწილობრივი თანხმობით, მათ ეგონათ, რომ ეს უბრალოდ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი იქნებოდა, ამერიკის არმიამ დაიწყო ბანაკის საუკუნის მშენებლობა. ყინულში ამოიჭრა 3 კილომეტრიანი გვირაბების ქსელი. იქ განთავსდა ბირთვული რეაქტორი, რომელიც ბანაკს ელექტროენერგიითა და სითბოთი უზრუნველყოფდა. ბანაკში ცხოვრობდა 200-მდე ჯარისკაცი და მეცნიერი. იქ იყო ლაბორატორიები, საავადმყოფოები და როგორც ამბობენ, სამლოცველო და კინოთეატრიც კი. სანამ მეცნიერები ყინულის ნიმუშებს სწავლობდნენ, სამხედროების გეგმა გაცილებით მასშტაბური იყო. მათ სურდათ 4000 კილომეტრის სიგრძის გვირაბის გათხრა და გვირაბებში რელსებზე განთავსებული იქნებოდა 600 საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტა. რაკეტები მუდმივად იმოძრავებდნენ, რათა საბჭოთა კავშირს მათი ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ დაედგინა, თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გრენლანდიის ყინულოვანი ფარი არ არის სტატიკური და ის მუდმივად მოძრაობს. 1962 წლისთვის გვირაბების კედლებმა შევიწროება დაიწყო. ჭერი დაბლა იწევდა, რამაც რელსების და ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. 1966 წელს პროექტი ოფიციალურად შეჩერდა, ხოლო 1967 წელს ბანაკი მიატოვეს. ამერიკელებმა ბანაკის დატოვებისას ჩათვალეს, რომ მუდმივი ყინული და თოვლი სამუდამოდ დამარხავდა ნარჩენებს, თუმცა დღეს კლიმატის ცვლილება ამ გეგმას საფრთხეს უქმნის. ყინულის დნობის გამო არსებობს რისკი, რომ ზედაპირზე ამოვიდეს ბირთვული რეაქტორის რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები და ათასობით ტონა ნაგავი. რაც შეეხება დანიას, გრენლანდიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და სკანდალური ფურცელია ეგრეთ წოდებული სპირალების კამპანია. ასე მოიხსენიებენ იმ პერიოდს, როდესაც 1960-იან წლებში გრენლანდიაში დაიწყო მოსახლეობის სწრაფი ზრდა. დანიის მთავრობამ ჩათვალა, რომ ბევრი ბავშვი ნიშნავდა მეტ ხარჯ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე. 1966-დან 1970-იანი წლების შუა პერიოდამდე დანიელმა ექიმებმა დაახლოებით 4500 გრენლანდიელ ქალს ჩაუდგეს საშვილოსნოში და საშუალება ეგრეთ წოდებული სპირალი. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი სულ რაღაც 12-13 წლის იყო. შემთხვევათა უმრავლესობაში ქალებისთვის არაფერი უკითხავთ. ბევრმა გოგონამ საერთოდ არ იცოდა რა გაუკეთეს. ზოგს ამ მოწყობილობას სკოლის სამედიცინო შემოწმებისას უდგამდნენ, ზოგს კი სხვა ოპერაციის დროს. ამ კამპანიამ გრენლანდიაში შობადობა რამდენიმე წელიწადში გაანახევრა. ბევრ ქალს განუვითარდა ქრონიკული ტკივილები, ინფექციები და ბევრი მათგანი სამუდამოდ უშვილო დარჩა. ქალებმა მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ, როდესაც ამ თემაზე საუბარი დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ ეს მასობრივი მოვლენა იყო. სკანდალის სააშკარაოზე მხოლოდ ბოლო წლებში გამოვიდა, როცა 2022 წელს დანიური მედიის გამოძიების შემდეგ 200-ზე მეტმა გრენლანდიელმა ქალმა დანიის სახელმწიფოს სასამართლოში უჩივლა და კომპენსაცია მოითხოვა. დანიისა და გრენლანდიის მთავრობებმა დაიწყეს ერთობლივი 2 წლიანი გამოძიება. დანიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტრაგიკული უწოდა, თუმცა მას ოფიციალური ბოდიში არ მოუხდია. არსებობს კიდევ ერთი მსგავსი პროექტი, რომელიც ექსპერიმენტული ბავშვების სახელით არის ცნობილი. 1951 წელს დანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გრენლანდიის გასათანამედროვებლად საჭირო იყო ახალი ტიპის ლიდერების ჩამოყალიბება, რომლებიც იქნებოდნენ გრენლანდიელები, მაგრამ იმოქმედებდნენ როგორც დანიელები. მათ შეარჩიეს 22 ყველაზე ნიჭიერი და ჯანმრთელი ბავშვი. 6-დან 10 წლამდე ასაკის და მშობლებს დააჰპირდნენ, რომ მათ შვილებს დანიაში საუკეთესო განათლებას მისცემდნენ და ისინი გრენლანდიის მომავალი გახდებოდნენ. ბავშვები დანიაში წაიყვანეს და განათავსეს ეგრეთ წოდებულ დასასვენებელ სახლებში და მიმღებ ოჯახებში. მათ კატეგორიულად დაეკრძალათ მშობლიურ ენაზე საუბარი. ასწავლიდნენ დანიურ მანერებს, კულტურას და ცხოვრების წესს, რათა სრულიად მოეწყვიტათ თავიანთ ფესვებს. 1 წლის შემდეგ ბავშვები გრენლანდიაში დააბრუნეს, მაგრამ არა საკუთარ ოჯახებში, არამედ წითელი ჯვრის მიერ მართულ ბავშვთა სახლში. როდესაც მშობლები მათ სანახავად მივიდნენ, ბავშვებს აღარ შეეძლოთ მათთან კომუნიკაცია, რადგან მშობლიური ენა უკვე დავიწყებული ჰქონდათ.
ამ ექსპერიმენტმა ბავშვების ცხოვრება ფაქტობრივად გაანადგურა. მათმა უმრავლესობამ მთელი ცხოვრება დეპრესიასთან და ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში გაატარა. ბევრი მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. 2020 წელს დანიის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში ცოცხლად დარჩენილი 6 ეგრეთ წოდებული ექსპერიმენტული ბავშვის წინაშე, რომლებიც მაშინ უკვე ბავშვები აღარ იყვნენ და თითოეულ მათგანს გადაუხადეს დაახლოებით $33,000 კომპენსაცია. ასევე 1953 წელი გრენლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფურცელია. ამ მოვლენას ხშირად ტულეს იძულებით გადასახლებას უწოდებენ. ამერიკა სურდა გრენლანდიის ჩრდილოეთით მდებარე ტულეს სამხედრო ბაზის გაფართოება. ეს ადგილი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა კავშირის დასაზვერად და ბირთვული შეკავების მიზნით. ბაზის გაფართოებისთვის საჭირო გახდა ტერიტორიის გასუფთავება ადგილობრივი მოსახლეობისგან. 1953 წლის მაისში ადგილობრივი ინუიტებს, რომლებიც სოფელ უმანკაში ცხოვრობდნენ, დანიის მთავრობის ხელშეწყობით ამერიკის სამხედროებმა მხოლოდ 4 დღე მისცეს ბარგის ჩასალაგებლად. დაახლოებით 116 ადამიანი, ჯამში 27 ოჯახი აიძულეს დაეტოვებინათ თავიანთი წინაპრების მიწა და სანადირო ადგილები. ისინი ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით ყინულოვან უდაბნოში, კანააკში გადაასახლეს. გადასახლებულებს ახალ ადგილას არ დახვდათ სათანადო საცხოვრებელი პირობები. მათ მოუწიათ კარვებში ცხოვრება არქტიკული ზამთრის დადგომამდე. სანამ ხის სახლების აშენებას მოასწრებდნენ და ამან დიდი ტრავმა მიაყენა თემს. ვინაიდან მათ დაკარგეს წვდომა საუკეთესო სანადირო ტერიტორიებზე, რაც მათი გადარჩენის მთავარი წყარო იყო. 10 წლეულების განმავლობაში ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო ან ნებაყოფლობით გადასახლებად ინიღბებოდა. თუმცა 1990-იან წლებში გრენლანდიელებმა დანიის სასამართლოში პროცესი მოიგეს. 1999 წელს დანიის პრემიერ-მინისტრმა პოლ ნიურუპ რასმუსენმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში გადასახლებულებს. გადასახლებულებს და მათ შთამომავლებს მცირე ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს, მაგრამ წინაპრების მიწაზე დაბრუნების უფლება მათ არ აქვთ, ვინაიდან ამ ადგილას ახლა კვლავ ტულეს ბაზაა. დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს. დღეისთვის დანიის ყოველწლიური სუბსიდია გრენლანდიის ბიუჯეტის თითქმის 50% შეადგენს. ამ ფულის გარეშე კუნძულზე ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სისტემები ფაქტობრივად ჩამოიშლება. 2009 წლიდან გრენლანდიას აქვს ფართო ავტონომია. მათ აქვს საკუთარი პარლამენტი, მართავენ სასამართლოს და პოლიციას და ბუნებრივ რესურსებს. დანიას კი საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა აქვს დარჩენილი. გრენლანდიას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, თუ ამას რეფერენდუმზე ხალხი მხარს დაუჭერს. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიც უკვე გრენლანდიაში სრულიად განსხვავებული ტაქტიკით, ეგრეთ წოდებული რბილი ძალის გამოყენებით მოქმედებს. 2020 წელს ამერიკამ ნუ-იორკში გახსნა საკონსულო, რომელიც 1953 წლის შემდეგ დახურული იყო. დანიის გაღიზიანების მიუხედავად ამერიკამ გრენლანდიას პირდაპირ ფინანსური დახმარების პაკეტით შესთავაზა, მაგალითად 12 მილიონიანი პაკეტი ენერგეტიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მათ სურთ აჩვენონ გრენლანდიელებს, რომ ამერიკა არის ალტერნატიული დონორი, რომელიც არ უყურებს როგორც კოლონიას გრენლანდიას და არამედ უსურს მასთან სტრატეგიული თანამშრომლობა. ასევე ამერიკა აქტიურად აფინანსებს გაცვლით პროგრამებს გრენლანდიელი ახალგაზრდებისთვის, ხელს უწყობს ინგლისური ენის სწავლებას და ნიჭიერი გრენლანდიელები მიჰყავთ ამერიკულ უნივერსიტეტებში. ასევე თუ ადრე ტულეს ბაზა ჩაკეტილი იყო, დღეს ამერიკა ცდილობს ბაზის მომსახურე პერსონალად უფრო მეტი ადგილობრივი დაიქირავოს. საინტერესოა, რატომ იზრდება ინტერესი გრენლანდიისადმი ბოლო პერიოდია განსაკუთრებით. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში გრენლანდიაზე ყინულის დნობა და თოვლის საფარის შემცირება ახალ სტრატეგიულ შესაძლებლობებს აჩენს. ყინულის დნობა და ტექნოლოგიური განვითარება აქ არსებული მრავალფეროვანი რესურსების მოპოვების პროცესს ტექნიკურად ამარტივებს და აიაფებს. გრენლანდია მდიდარია ისეთი რესურსებით, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. ყინულის უკანდახევა კი წვდომას ხსნის შემდეგ მინერალებზე. მაგალითად, იშვიათი მიწის ელემენტები, რომლებიც გამოიყენება ელექტრომობილების ელემენტებისა და სმარტფონების წარმოებაში. ასევე ოქრო, სპილენძი და ნიკელი. ყინულის ქვეშ მოქცეული ტერიტორიები ახლა უფრო ხელმისაწვდომი ხდება გეოლოგიური კვლევებისთვის. თუთია და რკინის მადანი. სამთო მოპოვებითი კომპანიები აქტიურად ინტერესდებიან იმ ზონებით, რომლებიც ადრე მუდმივი ყინულით იყო დაფარული. ითვლება, რომ გრენლანდიის შელფი შეიცავს ნავთობისა და გაზის
უზარმაზარ მარაგებს. ყინულის დნობა ამ პროცესს ორმაგად ეხმარება. ზღვის ყინულის შემცირება აადვილებს ბურღვისა და ტრანსპორტირების პროცესს. ნავიგაციის სეზონი ხანგრძლივდება, რაც ტექნიკის მიწოდებას ამარტივებს. ასევე მყინვარების დნობის შედეგად დიდი რაოდენობით ქვიშა და ხრეში გროვდება სანაპიროებთან. ვინაიდან გლობალურად სამშენებლო ქვიშის დეფიციტია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გრენლანდიას შეუძლია გახდეს ქვიშის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება. მტკნარი ყინულისგან წარმოქმნილი წყლის ნაკადები შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავებლად. ეს საშუალებას მისცემს კუნძულს სამთო მოპოვებითი სამუშაოები ადგილობრივი განახლებადი ენერგიით უზრუნველყოს. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით არქტიკის შელფზე იმალება მსოფლიოს აღმოუჩენელი ნავთობის მარაგების 13% და ბუნებრივი გაზის 30%. გრენლანდიის სანაპიროებთან განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში ვარაუდობენ მილიარდობით ბარელი ნავთობის არსებობას. გარდა ამერიკისა, ჩინეთიც ცდილობდა გრენლანდიაში აეროპორტების აშენებას და მაღაროების გამოსყიდვას. 2018 წელს გრენლანდიის მთავრობა სურდა 3 ძირითადი აეროპორტის მოდერნიზება და გაფართოება, რათა ტურიზმი და ეკონომიკა განევითარებინა. პროექტი დაახლოებით 560 მილიონი დოლარი ჯდებოდა, რაც გრენლანდიის ბიუჯეტისთვის უზარმაზარი თანხაა. ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ კი გამოთქვა მზადყოფნა დაეფინანსებინა პროექტის საკმაოდ შეღავათიანი სესხით და მეტიც. ისინი ამბობდნენ, რომ შეეძლოთ თავად დაეშენებინათ აეროპორტები. დანიამ ამერიკის მკაცრი რეკომენდაციით ბოლო მომენტში დაბლოკა ეს ინვესტიციები და თავად გამოყო თანხები აეროპორტების ასაშენებლად. ბუნებრივია ჩნდება კითხვა თუ რა სურს თავად გრენლანდიელ ხალხს. 2025 წელს კვლევითმა კომპანია Verienმა ქვეყანაში ჩაატარა მასშტაბური გამოკითხვა. აღმოჩნდა, რომ გრენლანდიელების აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკის შემადგენლობაში შესვლის იდეას ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 85% იყო ამის წინააღმდეგი, 6 კი მხარს უჭერდა ამ იდეას. ზოგადად გრენლანდიელებს სურთ დამოუკიდებლობა, თუმცა ამჯობინებენ დანიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნას, ვინაიდან მათ უკვე დიდი ისტორია აკავშირებთ, ეკონომიკურად დამოკიდებულნი არიან ამ ქვეყანაზე და გარკვეულწილად შეჩვეულებიც არიან დანიასთან ურთიერთობის ამ ფორმას. საკუთარ ფინანსურ დამოუკიდებლობას ზოგჯერ თავად გრენლანდიაც არ უწყობს ბოლომდე ხელს. მაგალითად 2021 წელს გრენლანდიის მთავრობამ თქვა, რომ აღარ გასცემს ახალ ლიცენზიებს ნავთობისა და გაზის ძიებაზე მის ტერიტორიულ წყლებში. მათი არგუმენტი კი ისაა, რომ კლიმატის ცვლილება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ისინი მწვანე ენერგიის მხარეს რჩებიან, ამიტომ პროცესს აჩერებენ. გრენლანდიის მოსახლეობა 2026 წლის მონაცემებით დაახლოებით 55,700-დან 56,500-მდე ადამიანს შეადგენს. 2019-25 წლებში დასავლურ პრესაში ფიგურირებდა გრენლანდიის ფასის და ის 500 მილიარდიდან 1,1 ტრილიონ დოლარამდე მერყეობდა, მაგრამ დღეს ალასკას მსგავსი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმეორდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრამპი აქტიურად განიხილავს გრენლანდიის საკითხს და ამბობს, რომ ამერიკას გრენლანდიას სჭირდება არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. აქამდე ამერიკას მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ისლანდიაშიც. მეორე მსოფლიო ომის დროს ისლანდია დანიის ხელში იყო. ომის შემდეგ ისლანდიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ამერიკასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კუნძულის თავდაცვაზე ამერიკა ზრუნავდა. იანვრის ბოლოსთვის ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ მიღწეულია ჩარჩო შეთანხმება გრენლანდიასთან დაკავშირებით. But now what I'm asking for is a piece of ice, cold and poorly located, that can play a vital role in world peace and world protection. დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც უცხოური მედია წერს, დიდი ალბათობით ჩვენ ვიხილავთ ეკონომიკურ შთანთქმას. ამერიკა იმდენად დიდ ინვესტიციას ჩადებს გრენლანდიის აეროპორტებში, მაღაროებსა და ინფრასტრუქტურაში, რომ გრენლანდიელებისთვის დანია გახდება შორეული მეგობარი, ამერიკა კი მთავარი დამსაქმებელი. როდესაც გრენლანდიის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ამერიკულ რესურსებზე იქნება დამოკიდებული, კუნძული ფაქტობრივად ამერიკული გახდება. გამოუვა თუ არა ტრამპს მისი წინამორბედებისგან განსხვავებით გრენლანდიაზე სრული კონტროლის დამყარება, ამას მომავალი გვიჩვენებს.